ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი კი ავტობუსების პარკში იმყოფებოდა. ნიკა მელიამ მძღოლების პრობლემები დაინტერესდა. მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ავტოპარკის განახლება აუცილებელია, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კი მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალი ავტობუსების შემოყვანა იქნება. პირველ რიგში თუ კი ჩვენ გვინდა რომ ახალი ავტობუსები შემოვიყვანოთ, პარკი უნდა განახლდეს. უნდა მიეცეს დაწყებული ხელოსნიდან დამთავრებული ადმინისტრაციის წარმომადგენელი მუშაობის საშუალება, რომ იმუშაოს ნორმალურად. ჩვენ ვერ გვექნება სატრანსპორტო ქსელი განვითარებული, მხოლოდ ავტობუსები არ არის პანაცია, თუ ძღოლი არ იქნება თვითონ კმაყოფილი, თუ ძღოლს არ ექნება შესაბამისი პირობები შექმნილი. თუ ქალაქში მაგალითად ტრივიალური, მაგრამ არ იქნება საზოგადოებრივი სველი წერტილები, თუ ავტობუსის ძღოლს არ ექნება საშუალება, ავტობუსი გააჩეროს იქ, სადაც იგი აჩერებს და იქ არ დახტება მას კერძო მანქანა. მთელი კომპლექსია და ამ მიმართულებით ძალიან დიდი ძალისხმევის დახარჯვას ვაპირებ.